პროპაგანდა ამ ხერხის თანახმად ადამიანზე მთავარია გაავრცელო რაღაც მაკომპრომენტირებელი ინფორმაცია. რუსული დეზინფორმაცია რეალურად სიმართლის მართვასაც არ იტოვებს. რასაც აკეთებს ქართული ოცნება, ეს არის რომ მე კი ცუდი ვარ, მაგრამ აი ის ჩემზე უფრო ცუდია. ბუნებრივია რომ საქართველოში ომზე საუბარი ყველას აშენებს. $200,000-მდე ყველაზე მეტი დაიხარჯა ირაკლი კუბახიძის გვერდზე, ხო? ანუ მეტი ვიდრე საქართველოს მთავრობის გვერდზე. აუცილებელია რომ ხალხს ჰქონდეს სწორი ინფორმაცია. Deep State-ზე გადასვლა ქართული ოცნებისთვის იყო მეორე ნაბიჯი, პირველი გლობალური ომის პარტია იყო. Brexit-ის დროს გამოიყენა ზუსტად ის მეთოდები, რომელსაც ბარაკ ობამას ჰქონდა. ანუ გარეჯი საქართველოზე უკეთესი რაღაცა მოიგონეს, რამაც იმოქმედა რა. აი სოციალური ქსელების როლი აი ამ პოლარიზაციაში არის ძალიან დიდი.